მძაფრი პოლიტიკური მოვლენებით დატვირთული ერთი თვე. შემოგვიერთით თუ გწამთ რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით. ზუსტად ერთი თვის წინ ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციაში სკანდალით მოვიდა და პოლიტიკიდან წავიდა. ამ ეტაპზე ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოწირდება პოლიტიკას. ლონდონიდან საგანგებოდ ჩამოსული პატარკაციშვილი. თუ ბატონ ბადრის აქვს პოლიტიკური ამბიცია, გამობრძანდეს დღის სინათლეზე. შეიძლება ეს დროს დაიწყოს. ოპოზიციის გაერთიანება და საპროტესტო აქციები. ჩემო ჯიგრებო, ჩემო ქართველო ხალხო, თავისუფალი საქართველო განსაცდელშია. ოქრუაშვილის გათავისუფლების მოთხოვნიდან საგურამოს მანიფესტამდე. ყველაზე მისაღებ მოდელად მიგვაჩნია ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობა. ჩვენ ამ დოკუმენტის ერთგულნი ვიქნებით, მოლაპარაკების სურვილი და ჯერჯერობით არ შემდგარი დიალოგი. თუ იქნება ულტიმატუმები, ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინ არიან ძალები, რომელთაც დიალოგი არ უნდა. ხელისუფლება ძლიერი ოპოზიციის მოლოდინში. იქნება ახალი ძალები გამოჩნდნენ, იქნება ამათში გამოჩნდნენ უფრო ნორმალური ადამიანები. საღამომშვიდობის საეთერშია გადაცემა არჩევანი, რომელსაც მე ვახოს ანაია წარუძღვები. და ანონსებულ თემაზე უნდა ესაუბრა ორივე მხარეს, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებთან რამდენიმე დღის განმავლობაში მართავდით მოლაპარაკებას, ისინი დაგვირდნენ, რომ მოვიდოდნენ გადაცემაში და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრებდნენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. პირობა დღის ბოლომდე რჩებოდა ძალაში, მაგრამ დღის ბოლოს პირობა დაირღვა. ოპოზიცია რესპუბლიკური პარტიის ოფისში შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ ჩემ თოქ-შოუს ბოიკოტი გამოუცხადოს. გაგაცნობთ ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებას, როგორც ცნობილია, დღეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 გეგმავს თოქ-შოუს გამართვას. საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო არ ცვლის თავის ადრინდელ გადაწყვეტილებას. საბჭომ მზადაა მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ დებატებში, ნებისმიერ მედია საშუალებებში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ტელეარხი იქნება ჩაყენებული ერთნაირ პირობებში. იმ დღიდან, როდესაც ტელეკომპანია იმედზე, ტელეკომპანია კავკასიაში და სხვა რეგიონულ ეთერებში ხელისუფლების წარმომადგენლები გააკეთებენ, გასცემენ კითხვებს დასმულ გასცემენ პასუხებს დასმულ კითხვებს, საერთო სახალხო მოძრაობა რუსთავი 2-ის დებატებში მონაწილეობას მიიღებს. დიდი მადლობა. ოპოზიცია მუდმივად მოითხოვდა დიალოგს ხელისუფლებასთან, მაგრამ რეალური ნაბიჯების გადადგმაზე უარი თქვა. მე მათ შევთავაზე ამ სტუდიაში ნებისმიერ თემაზე პირისპირ ესაუბრათ ოპონენტებთან. როგორც ჩანს, ადგილი აქვს ტელეკომპანია იმედისთვის სოლიდარობის გამოცხადებას. არსებობს ინფორმაცია, რომ სწორედ ამ ტელეკომპანიიდან იყო მოთხოვნა ოპოზიციის ლიდერებისადმი რუსთავი 2-ისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ. ცნობილია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის ამ თემაზე მწვავე კამათი მიმდინარეობდა. ლეიბორისტები და ქართული დასი ბოიკოტს არ ეთანხმებიან, მაგრამ დღეს სტუდიაში მოსვლაზე მათ მაინც უარი განაცხადეს. ბოიკოტს ადგილი არ აქვს, უბრალოდ ჩვენ მას შემდგომ დავიწყებთ მონაწილეობის მიღებას, ასე იგი, ვახოს ანაიას თოქ-შოუში, როცა ხელისუფლების წარმომადგენლების მოვლენ ჩვენთან დებატებზე ტელეკომპანია იმედში და ტელეკომპანია კავკასიის ეთერში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთიანობა. დღეს გადის პირველად გადაცემა და დღეს იქნეს პოზიცია შეიმუშავა საბჭომ ასეთი. ამიტომ მიუხედავად იმის, რომ კენჭისყრის დროს, ვთქვათ, ხმის მიცემის დროს, ესე იგი, ლეიბორისტებმა და ქართულმა დასმა წინააღმდეგი მისცეს, გადაწყვეტილება ასეთი არის და კარგი იქნება, იცით, თვითონ თქვენთვისაც კარგი იქნება, ზოგადად პოლიტიკური პროცესებისთვის კარგი იქნება, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ვინც უნდა ყოფილიყო თქვენთან ეთერებში, ისინი მოვიდნენ ტელეკომპანია იმედზე და ტელეკომპანია კავკასიაზე. ხო სამართლიანი, აი, უბრალოდ დააკვირდით. ბოიკოტი ოპოზიციის მხრიდან პირველი არ არის, ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 2006 წლის ზაფხულში იყო, მაშინ ის ადამიანები, რომლებმაც დღეს ბოიკოტის შესახებ განცხადება გააკეთეს, ჩემს მდგომარეობაში იყვნენ. ოპოზიცია რუსთავი 2-ს ისევ ბოიკოტს უცხადებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა პირველად დღეს რუსთავი 2 ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეგანყოფილების თანამშრომლებიც კი უწოდეს. სამაუწყებლო კომპანიის ეთერი ოპოზიციურ პარტიებს აღარ სჭირდება, თუმცა მათგან ზოგიერთს ბოლო შანსის გამოყენებაზე უარის თქმა უკვე დღეს გაუჭირდა.
იმედს ვიტოვებთ, მოგვეცემა საშუალება იმ ფორმატით ვიმუშაოთ, რომელსაც ვგეგმავდით. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ერთიანი ოპოზიციის ბოიკოტს ჩემი გადაცემისადმი, როგორც ჩვენ გვითხრეს, არ უერთდებიან მემარჯვენეები, რომლებიც დღეს უბრალოდ იმიტომ არ არიან სტუდიაში, რომ ამ ყველაფრის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და მე მათი მოწვევა არ მქონდა შეთანხმებული. ახლა კი გადაცემის თემა არჩევანი უბრუნდება თავარ თემას, რომლის დაწყება პოლიტიკურად ცხელ პერიოდს დაემთხვა. ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 25 სექტემბერს პოლიტიკურ არენაზე გამოვიდა ძალა, რომლის სათავეში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ახალ ოპოზიციურ ამპლუაში მოგვევლინა. დღეს 25 ოქტომბერს შესაძლოა ეს თემა არც ისე აქტუალური ყოფილიყო, რომ არა ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები და ის, რომ სწორედ ამ დღიდან დაიწყო ცხელი შემოდგომა. ამ თემაზე ჩვენი სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ ხელისუფლებიდან გიორგი არველაძე და ოპოზიციიდან დავით ზურაბიშვილი ერთმანეთის პირისპირ. ასევე სტუდიაში ვახტანგ ვალავაძე, შოთა მალაშხია უმრავლესობიდან, ოპოზიციიდან კობა დავითაშვილი, ჯონდი ბაღათურია. მე ჩემს პირველ სტუმარს მივესალმები, გიორგი არველაძე მონაწილეობს ჩვენთან გადაცემაში. საღამომშვიდობისა, ბატონო გიორგი. საღამომშვიდობისა. ბატონო გიორგი, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ იმ მთავარ თემაზე, რომელიც თქვით, მაგრამ მე უნდა გკითხოთ აზრი და მაინტერესებს თქვენი პოზიცია, თქვენი შეფასება აი ამ ბოიკოტის შესახებ. რა უნდა გითხრათ, ცხადია, რომ ამ ადამიანებს უნდათ ურჩევნიათ ყოფნა იმ ვირტუალურ რეალობაში, რომელსაც ბადრი ქმნის, ბადრი პატაკაშვილის ვირტუალურ სამყაროში არსებობა მათთვის ყველაზე კომფორტულია. როგორც ჩანს, მათ მხოლოდ ბადრი პატაკაშვილის მიერ დაწერილი კითხვები აკმაყოფილებთ, ამ კითხვებზე აქვთ პასუხები და არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც შეიძლება აი ამ ეთერში დასმულიყო მათ მიმართ და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რაც ხდება რეალურად. რეალურად ხდება ის, რომ აი ამ ერთმა კაცმა, ოლიგარქმა, რომელსაც აქვს საკმაოდ ისეთი წყურვილი ძალაუფლებისაკენ და ამავე დროს საკმაოდ კრიმინალური, ასე ვთქვათ, გაგება და მენტალიტეტი, მან გადაწყვიტა, რომ საქართველოში შექმნას ილუზია, რაღაცა იმიტაცია, განცდა რაღაც ქაოსისა, რაღაც არეულობისა, პოლიტიკური კრიზისისა, იმიტომ რომ მათი სტილი, ოლიგარქიული, ასე ვთქვათ, ოლიგარქიული პოლიტიკური თამაშების სტილი ესეთია, რომ მაქსიმალურად უნდა არიო ყველაფერი და შემდეგ მღვრია წყალში უფრო ადვილია თევზის დაჭერა. ეს არის მისი გათვლა ზუსტად და ისინი ძალიან გაღიზიანებულები არიან იმით, რომ ჩვენ არ ავყევით აი ამ რაღაც ისტერიაში და არ ვიღებთ მონაწილეობას მათ მიერ დადგმულ და მოგონილ და გათამაშებულ ისტერიაში. დღეს რეალურად სწორედ ეს ხდება. არის ერთი სატელევიზიო არხი ამ ადამიანის პირადი საკუთრება, რომელზედაც მიმდინარეობს ეს გამალებული ისტერია და საიდანაც მიმდინარეობს მაქსიმალური მცდელობა ჩვენი საზოგადოების რაღაც ნერვოზულ მდგომარეობაში ჩაყენებისა. ბატონ გიორგი, როგორ შეაფასებთ? აი მოვისმინეთ იგივე ჯონდი ბაღათურიას განცხადებას, სხვაებიც ამ პოზიციას ინარჩუნებენ. მოვიდეს ხელისუფლება იმედზე და მოვა ოპოზიცია რუსთავი-ორზე. ეს მიდგომა როგორია თქვენი შეფასება? ნამდვილად არ ვაპირებ ძალიან ცლად უკეთო კომენტარები მათ პოზიციას ამათვიმ ტელევიზიასთან დაკავშირებით. ჩემი ამოცანა დაუშვათ დღეს ამ ეთერში ყოფნისას ნამდვილად არ იყო, დაუშვათ ის, რომ რაღაც მეკამათა რომელიღაც აი ამ ოპოზიციის წარმომადგენელთან ჩვენთვის ეს არის საშუალება რომ ველაპარაკოთ საზოგადოებას, მათთვისაც ეს არის საშუალება რომ ველაპარაკოთ საზოგადოებას და საბოლოო ჯამში საზოგადოება არის ყველაფრის ყველაზე ობიექტური არბიტრი და შემფასებელი. როგორც ჩანს ისინი ამ საუბარს გაურბიან, თორემ ჩვენ ზუსტად საზოგადოებასთან საუბარი არის მიგოჩინა რომ არის ყველაზე მთავარი, ამას ჩვენ ვაკეთებთ, ამას ჩვენ გავაკეთებთ აუცილებლად, უბრალოდ ბუნებრივია არ მივიღებთ მონაწილეობას ერთი ოლიგარქის მიერ რაღაც გათამაშებულ და დადგმულ ვაქანალიაში და ნამდვილად არ მივცემთ მათ ამ სიამოვნებას. ბატონ გიორგი, დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას, ეს არის ბოლო ერთი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები 25 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე. რა შეიცვალა ხელისუფლებისთვის, როგორ ფიქრობთ, ოპოზიციისთვის და რა შეიცვალა საზოგადოებისთვის ამ ერთი თვის განმავლობაში, რაც ირაკლი ოქრუაშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე ოპოზიციური ნიშნით და ის მან მისცა გარკვეულად ბიძგი იმ პროცესებს, რომელიც განვითარდა.
შეიცვალა ერთი რამ ოპოზიციას მოევლინა უკვე ღიად ახალი ლიდერი ბადრი პატარკაშვილის სახით და სწორედ მის ავანტიურას ასე ვთქვათ მისი ავანტიურა იყო და უშუალოდ მის მიერ დაგეგმილი პოლიტიკური კალენდარი იყო ასეთი რომ საქართველოში უნდა დაწყებულიყო რაღაცა მასობრივი მღელვარებები უნდა გაჩენილიყვნენ რაღაცა ახალი პოლიტიკური ძალები უნდა შექმნილიყო ოპოზიციის ერთიანობის ეს იმიტაცია და როგორც გითხარით ესე იგი ეს ისტერია დაენერგა თავიდან ბოლომდე ეს არის მათი ბრძოლის მეთოდი შეიცვალა ის რომ დღეს უკვე ოპოზიცია ასე ვთქვათ დეკლარირებულად ჩაუსკუპდა ჯიბეში ამ ოლიგარქს და ის უკვე ღიად თავისი აქამდე ნეიტრალური ასე ვთქვათ არბიტრის პოზიციაში მყოფი ის უკვე ღიად ჩაერთო პოლიტიკაში და დღეს ჩვენ გვაქვს მართლა ჩვეულებრივი საზოგადოებას აქვს ჩვეულებრივი არჩევანი ეს არის ერთის მხრივ ის კურსი რომ რა კურსითაც საქართველოს მოდის მთელი ამ დროის განმავლობაში და რა კურსიც არის საქართველოს გამარჯვებისკენ მიმავალი კურსი და მეორე მხრივ აი ეს ოლიგარქიული ასე ვთქვათ შეთქმულება რომელიც ითვალისწინებს არ ვიცი რას მიზნად ალბათ იმას რომ ბადრი პატარკაშვილი უნდა გადაიქცეს ამ ქვეყანაში მთავარ გადაწყვეტილებების მიღებ ადამიანს. ხელისუფლებისთვის რა შეიცვალა ბატონ გიორგი თუ შეგვიძლიათ და ხელისუფლებისთვის მინდა გითხრათ რომ აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ ძალიან მშვიდად უყურებთ ამ მოვლენებს, ძალიან მშვიდად უყურებთ იმას თუ რა დღეშია დღეს ჩვენი ოპოზიცია და საერთოდ ყველაფერი მიდის აბსოლუტურად იმ დინებით, იმ გეგმით, რა გეგმითაც ჩვენ ვმუშაობთ იმისაც, რომ საქართველოს გავიყვანოთ გამარჯვების გზაზე. ჩვენ თვითონ ეს ისტერია შექმნილი რაღაცა ამ გამოსვლებთან, აქციებთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის აბსოლუტურად ის, რითვისაც ჩვენ ვიბრძოდით. ეს არის ჩვენი რევოლუციის მონოპოლი, რომ საქართველოს ყოფილიყო დემოკრატიული ქვეყანა, საქართველოს ყოფილიყო ქვეყანა, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნებოდა აზრის გამოთქმის საშუალება, სადაც ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას ექნებოდა საშუალება, რომ სადაც უნდა და როცა უნდა და შეკრებილიყო, მოეწყო მიტინგი ერთად ცალ-ცალკე, სადაც მთელი მედია, მთელი პრესა, მთელი საინფორმაციო საშუალებები არის გახსნილი ნებისმიერი სახის კრიტიკისათვის ხელისუფლების მიმართ და აღვირახსნილი ლანძღვისათვისაც. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება, ჩვენ ამას ასე უყურებთ, ეს არის რაც დღეს ხდება საქართველოში, ეს არის დემოკრატია თავისი სრული თავისი ბრწყინვალებით. დემოკრატიაზე საუბრობთ, თუმცა ბატონ გიორგი, თქვენი ოპონენტების მთავარი პრეტენზიები სწორედ ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ ისინი ყველაზე ხშირად, ასევე სასამართლო სისტემასთან აქვთ ძალიან ბევრი პრეტენზია. თქვენი აზრით, რამ გააერთიანა ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის ფაქტორმა, თუ კიდევ თუ ირაკლი ოქრუაშვილი უბრალოდ აი აქ იყო რაღაც კატალიზატორის როლი შეასრულა, მისცა ერთგვარი ბიძგი და სწორედ აი ამ უკმაყოფილების გამო ოპოზიცია გაერთიანდა. ერთი პირველი საკითხი ესე იგი ეს ძალადობა, რაზედაც ესე იგი ეს გაკივიან ჩვენი ოპოზიციონერები და ეს მათი საყვარელი თემაა. მე მინდა გითხრათ, რომ ისინი პირდაპირ ებრძვიან ძალადობას ქურდების და კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ. აი დღესაც არის კონკრეტული მაგალითი, როდესაც მოხდა ქურდული სამყაროს წარმომადგენლების დაპატიმრება კონკრეტულ ქურდულ გარიგებებში ადამიანებისათვის ფულის გამოძალვაში და ასეთ საქმიანობაში კონკრეტული დამნაშავეების მხილება და ავტომატურად ჩვენ მივიღეთ დღესაც ესე იგი ოპოზიციისგან ბრიფინგები, განცხადებები. ეს ადამიანები ებრძვიან ძალადობას კრიმინალური სამყაროს და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ჩვენ ვებრძვით ძალადობას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოში მინდა გითხრათ, რომ დანაშაულებრივი ძალადობა კრიმინალის სახით არის განახევრებული, შემცირებულია ორჯერ და უფრო მეტად. აი ყველაზე მძიმე დანაშაულები, რაც გახსოვთ თქვენ როგორ იყო ჩვენ ქვეყანაში გავრცელებული. საქართველოში დღეს პრაქტიკულად აღარ ხდება იგივე მანქანის ქურდობა. დღეს აღარ არსებობენ ქურდები. დღეს აღარ ცხოვრობ ჩვენი საზოგადოებაში, რომელსაც თავზე ეჯდნენ ყველაზე თავზე ხელაღებული დამნაშავეები და რეციდივისტები და ჩვენ ყველას გვახსოვს რა იყო მართლაც მათ ძალადობის ქვეშ ცხოვრება. აი ეს იყო ნამდვილი ძალადობა, რომელსაც განიცდიდა ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა, თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავზე ყოველდღიურად. აი ეს ძალადობა არის რეალურად შემცირებული და ჩვენ ამ ძალადობას ვამარცხებთ და დამარცხებული ყავს. საქართველოში აღარ არსებობენ ქურდები და ვეღარ თარეშობენ კრიმინალები. და
ეს როგორც ჩანს ძალიან აღიზიანებს იმ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლიათ კანონიერ სახელმწიფოში ცხოვრება, მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს ის თუ ვის აღიზიანებს დანაშაულთან ბრძოლა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ერთი რამე, რომ საქართველოს ჭირდება ისეთ პირობებში ცხოვრება ჩვენ ხალხს, სადაც არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს შეშინებული დამნაშავეების მიერ და ჩვენ აი ესეთ ქვეყანას ვაშენებთ. ამიტომ ეს ჩვენთვის ძალიან პრინციპული პოლიტიკაა და ეს არის ჩვენთვის თემა მთავარი, რომ საქართველოს გავწმინდოთ დანაშაულებებისაგან და ძალადობისაგან, ზუსტად დანაშაულებრივი ძალადობისაგან, რის მორევშიც ვცურავდით ჩვენ ყველანი მრავალი წლის განმავლობაში და ძალიან მტკივნეულად გვახსოვს ეს ყველას. არავის არ დავიწყებია ეს ცხოვრება. ახლა რაც შეეხება ერთიანობას, ერთ-ერთი ასე ვთქვათ მათი დღევანდელი ლოზუნგი არის, რომ აი ოპოზიცია გაერთიანდა, ჩვენ ვართ ერთად და ასე შემდეგ. მე მინდა თითქოს რომ პირველად გაერთიანდნენ ისინი. მე მინდა გაგახსენოთ, რომ ისინი პირველად არ გაერთიანებულან. და გაგახსენებთ დროს, როდესაც ისინი ასევე ერთად დაირაზმენ, ერთხმად გამოვიდნენ შეხმატკილებულები. ეს იყო მაშინ, როდესაც თქვენ გახსოვთ ზემო აფხაზეთში დაიწყო კვიციანის ამბოხი. აი ზუსტად იმ დღეს, როგორც კი ეს ამბოხი დაიწყო, გახსოვთ თქვენ ალბათ შეიკრიბა ერთად მთელი ოპოზიცია, გამოვარდნენ, ჯერ იყო და გმირად შერაცხეს კვიციანი. მერე აქედან მადლობებს უთვლიდნენ და რაღაც აქეზებდნენ, აგულიანებდნენ. შემდეგ მოგდნენ გაერთიანდნენ მაშინ ბატონ გიორგი ესა. გეტყვით ახლა, შემდეგ მოგდნენ ჩვენ და გვეუბნებოდნენ, რომ აბა ეხა ემანთ კვიციანის თავს ერთითმა არ ჩამოუვარდისო. გახსოვთ თქვენ როგორც იყო, ხო, მაგრამ მაშინ მათი ეს ერთიანობა ძალიან მალე დაინგრა, იმიტომ რომ ძალიან მალე შერწყდნენ, ისე უცებ გამოაშკარავდა ის თუ რასთან მქონდა რეალურად საქმე და ამათი ერთიანობა ყოველთვის ხდება ესეთი კვიციანების ირგვლივ. ამათი ინტერესი არის სულ რომ სადღაც გაჩნდეს კიდევ ასეთი კვიციანი, რომელიც ოღონდ სადმე სიტუაცია არიოს, ოღონდ რაღაცა პროცესები, ასე ვთქვათ, წყობრი დინამიკიდან გათიშოს და ოღონდ რაიმე სახის ქაოსი და არეულობა შეიქმნას ქვეყანაში. იმ წუთას ესენი გამოვარდებიან და ამ ადამიანს მიეთმასნებიან და ცდილობენ რომ ის გმირად გამოაცხადონ. დღესაც პრინციპში მათ თავისებური კვიციანი ყავთ ნაპოვნი, ოღონდ განსხვავებით იმ კვიციანისგან ამას ავტომატების და ყუმბათყორცების ნაცვლად აქვს ძალიან ბევრი მილიონი და განსხვავებით ზემო აფხაზეთისა ის არის გამაგრებული ამ თავის მედია ასე ვთქვათ პროპაგანდისტულ ასე ვთქვათ ციხესიმაგრეში რომლის გარედან გამოსვლაც ეშინიათ ჩვენს ოპოზიციონერებს და დღეს ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს ესე იგი ამ ტიპის კვიციანთან. მათი ამოცანა ოპოზიცია მართავს აქციებს და ამ აქციებზე გადის ხალხი, აი თბილისში მაგალითად რამდენიმე ათასი ადამიანიც კი შეკრიბეს. რატომ გადის ეს ხალხი ქუჩაში? ეს არის დემოკრატიის ნაწილი. ღმერთთან დაგვიფაროს, რომ ჩვენ ცხოვრობდით ისეთ ქვეყანაში, სადაც არ იარსებებს განსხვავებული აზრი, სადაც ადამიანები არ გამოვლენ და არ დააფიქსირებენ თავის საპროტესტო განწყობას. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი. ჩვენ ძალიან მშვიდად და გულგრილად უყურებთ ოპოზიციის ისტერიას, მაგრამ ჩვენ არ უყურებთ გულგრილად იმ პრობლემებს, რომელიც რეალურად ხალხს აქვს და ზუსტად ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ქვეყანა ყოველდღე უფრო უკეთესობისკენ მიდიოდა. არის საზოგადოების ორად გახლეჩის საფრთხე დგას ეს რეალურად? არა, მე გამოვიცხავ ამას. ეს საფრთხე და ეს არის ასე ვთქვათ სცენარი, რომელიც ვადრი პატარკაციშვილის ტვინშია დაწერილი და ეს არის ის, რაზეც ოცნებობს დღეს ოცნებობენ ეს ჩვენი ოპოზიციონერები, თორე სინამდვილეში საქართველოს სულ სხვა დინებით მიდის და სულ სხვა დინამიკით ვითარდება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის მთავარი თემები და მთავარი ამოცანები არის ის, რომ გადავჭრათ უმნიშვნელოვანესი პრობლემები, რაც დღეს არსებობს საქართველოში, რომ კონკრეტულად დავუშვათ ვებრძოლოთ ფასების ზრდას საქართველოში და გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ერთის მხრივ ინფლაცია შევაჩეროთ, მეორეს მხრივ უზრუნველყოთ ის, რომ მონოპოლიებმა ბოროტად არ გამოიყენონ თავიანთი მდგომარეობა ბაზარზე და მაგრამ პროდუქტებზე გაიზარდა ბატონ გიორგი. ხო და ზუსტად ამას ვლაპარაკობ მეც და მეორეს მხრივ ვიყოთ ადეკვატურები იმ სოფლიო
ბაზარზე მიმდინარე პროცესებისა, როდესაც მართლაც სოფლიო ბაზარზე ფასები იზრდება და ამ დროს ჩვენ ხალხს სჭირდება მაქსიმალური დახმარება და გვერდში დგომა. ჩვენთვის ეს არის ამოცანა და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენთვის ამოცანაა ის, რომ გადავჭრათ დასაქმების პრობლემა და გავაჩინოთ საქართველოში ყოველდღე ახალ-ახალი სამუშაო ადგილები და სწორედ ამას ემსახურება ის, რომ აი ამდენი ინვესტიცია შემოგვაქვს საქართველოში და კიდე ერთი მთავარი რაც არის ჩვენთვის ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენ ამ ამოცანების გადაჭრაზე ვმუშაობთ ყოველდღე და მთელი ჩვენი ასე ვთქვათ შემართებით და ენერგიით და ეს ადამიანები ეს ამათი მთავარი თემები რა არის? ამათი მთავარი თემები არის რომ ესე იგი საქართველო იყოს პრეზიდენტის გარეშე და საპარლამენტო გადამდელი საპარლამენტო არჩევნები მათ შორის მათი მთავარი მოთხოვნა არის რომ ესე იგი არჩევნები საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს დაგეგმილზე 4 თვით ადრე, ესე იგი თითქოს ამითი რაღაცა განსაკუთრებული შეიცვლება. რატომ შეიცვალა ბატონო გიორგი, რატომ შევიდა ეს ცვლილებები კონსტიტუციაში? აი საზოგადოებას განვუმარტოთ. რატომ არ ტარდება არჩევნები აპრილში და რატომ უნდა ჩატარდეს ის მაინც შემოდგომაზე პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად? იმიტომ რომ საქართველო დღეს არის ძალიან დიდი გამოწვევების წინ დგომი ქვეყანა. საქართველო არის პრაქტიკულად ომის რეჟიმში მყოფი ქვეყანა და საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი ამოცანები გადასაწყვეტი კონკრეტულად ტერიტორიული მთლიანობა მაქვს მოხვედრობაში. ამ სიტუაციაში და იმ ფონზე, როდესაც ესე იგი ამხელა დაპირისპირება მოდის რუსეთიდან და პრინციპში ეს არის წყარო და თავი ყველა იმ აი ასეთი პრობლემისა, რომელიც დღეს ჩვენთან ხდება, მათ შორის ზუსტად აი იმ ოპოზიციის სახით, რომელიც დღეს პატრი პატარკაციშვილის ასე ვთქვათ მარიონეტად გადაიქცა. აი ამ გამოწვევების წინ მყოფი ქვეყანა, რომელიც რომელსაც დღეს წარმოადგენს საქართველო, ამას სჭირდება ჩვენ ქვეყანას სჭირდება სერიოზული სტაბილურობა, პოლიტიკური სტაბილურობა იმისათვის, რომ იყოს ქმედითუნარიანი მთავრობა და იმისათვის, რომ ხალხმა გააკეთოს ერთიანი არჩევანი და ერთიანი გადაწყვეტილებით გამოუცხადოს ნდობა, ან არ გამოუცხადოს ნდობა ქვეყნის ერთიან კურსს. ამიტომ ჩვენ ვიძახით, რომ პრეზიდენტის და საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ერთად და ხალხმა ერთიანად უნდა გადაწყვიტოს რა კურსს დაადგეს და ადგეს ჩვენი ქვეყანა. პრეზიდენტმა დღეს ისაუბრა ნეიტრალიტეტზე, ბატონ გიორგი. ამ ნეიტრალიტეტს ვინმე უშლის დღეს საქართველოში ხელს? ვინმე უწყობს ხელს ამ ნეიტრალიტეტს? არა, ისიც არის, ხა იგივე მე არ მინდა ხა ვილაპარაკო, მაგრამ ზოგიერთ ჩვენ ასევე კეთილმოსურნეს, რომლებიც აი ამ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, სცენარების დაწერაში აქტიურად მონაწილეობს და შედან ჩვენი დიდი მეზობლის დედაქალაქში ეს ადამიანები. მათ ახლა ახალი კარტა უნდათ რომ შემოაგდონ ჩვენს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ დისკუსიაში, რომ გახდეს თუ არა საქართველოს ნეიტრალური ქვეყანა. მე მინდა გითხრათ, რომ ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის არის, ასე ვთქვათ, მეორე პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რუსეთისთვის გამზადდეს საქართველო როგორც გადასაყლაპი ლუკმა და ყოველთვის, როდესაც ესე იგი რომელიღაც ქართველს პირდაპირ არ შეუძლია თქვას, რომელიღაც ქართველ ვაი პატრიოტს პირდაპირ არ შეუძლია თქვას, რომ მოდით ახლა საქართველო გადავაყლაპოთ რუსეთს, ისინი გამოდიან და ამბობენ, რომ მოდით გავხდეთ ნეიტრალური, იმიტომ რომ ყოველთვის, როდესაც საქართველომ აირჩია ნეიტრალიტეტი, პასუხად მიიღო სრული ანექსია რუსეთის მხრიდან და არც ერთხელ და საერთოდ ნეიტრალიტეტი ის ფუფუნებაა, რომელიც იმ ქვეყნებს შეუძლიათ, ასე ვთქვათ, გააჩნდეთ, რომელსაც კარგი მეზობლები ყავთ და რომელსაც ყავთ საიმედო პარტნიორები მეზობლების სახით და ჩვენ შემთხვევაში დაწყებული ტოტლებენის თან დადებული შეთანხმებით პირველი ასე ვთქვათ დიპლომატიური ურთიერთობით, როდესაც ჩვენ დავიწყეთ რუსეთთან და ეს ურთიერთობა დაიწყო იმით, რომ საქართველო მოატყუეს, საქართველო სპირი უტეხეს და ასე გრძელდება ყოველთვის. ამიტომ ჩვენ ეს უკვე გაკვეთილი ძალიან დიდი ხნის წინ გავიარეთ და მეორედ ნამდვილად აღარ დაუშვებთ იმას, რომ ვიღაცას და ნამდვილად არ მივცემთ იმის უფლებას, რომ რომელიღაც პოლიტიკოსმა დღეს დაიწყოს ახლა სპეკულაცია ამ ნეიტრალიტეტის თემით, იმიტომ რომ ჩვენ ხალხმა ძალიან კარგად დაუბრუნდეთ ოპოზიციასა და ხელისუფლების ურთიერთობას. უნდა გაიმართოს თუ არა დიალოგი, უნდა დასხდნენ თუ არა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები მაგიდასთან და რაღაცაზე მოილაპარაკონ და რა უშლის ამ მოლაპარაკებას და დიალოგს ხელს?
ცით რა არის დიალოგი არის ყოველთვის საჭირო და ყოველთვის ასე ვთქვათ აუცილებელი ატრიბუტია ჩვეულებრივი დემოკრატიული ჯანსაღი პროცესისა და ჩვენ ვართ ზუსტად ის ხელისუფლება რომელიც ამ პროცესებით რომელსაც ამ პროცესებით შეუძლია რომ მართოს ქვეყანა მხოლოდ ეს არის ჩვენი საჯარო ღია პოლიტიკური ასე ვთქვათ ორიენტაცია რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ ამ დიალოგისა მაგრამ ერთი არის დიალოგი და მეორე არის აბსოლუტურად უაპელაციო ლანძღვა გინება ტალახის სროლა და სრულად დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენება შეურაცხყოფის მოყენება ეხლა ჩვენმა ოპოზიციამ აირჩია ეს აბსოლუტურად მარგინალური გზა პოლიტიკური მოღვაწეობისა ესე იგი მათ გადაწყვეტეს რომ უნდა გლანძღონ უნდა გვაგინონ უნდა ტალახი გვესროლონ თუმცა მათაც იგივე პრეტენზიები აქვთ ხელისუფლების მიმართ და ხშირად იშველებენ პრეზიდენტის მე მაგალითად მე მინისტრი ვარ უკვე საკმაო ხანია და მე არც ერთხელ არ მახსოვს რომ რომელიმე ოპოზიციონერს გქონოდა სურვილი დაუშვათ რაღაც ეკონომიკურ საკითხებზე დებატებზე წამოსულიყვნენ ისინი არ გვეკამათებიან ჩვენაც ჯანდაცვის პოლიტიკაზე არც დაუშვათ ფისკალურ პოლიტიკაზე არ გვეკამათებიან იმაზე თუ როგორი საგადასახადო კოდექსი უნდა იყოს საქართველოში არ გვეკამათებიან იმაზე თუ როგორ უნდა ავაშენოთ უფრო მეტი სკოლა დაუშვათ როგორ უნდა დავაგოთ უფრო მეტი გზა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათ თუნდაც რომ ჩვენ ვიკამათოთ იმაზე რომ ესე იგი ისინი გამულენ იტყვიან რომ ჩვენ ვართ მკვლელები, ჩვენ ვართ ერის მოღალატეები, ჩვენ ვართ რა ვიცი კიდე რაღაც 1000-ნაირ ბრალდებას მოიგონებენ და ჩვენ ამაზე თავი უნდა ვიმართოთ. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ როდის იქნება დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ეს უახლოეს მომავალში იქნება, აი თქვენ გიორგი არველაძე როგორ ფიქრობთ? იცით რა დიალოგი სჭირდება ის რომ მეორე მხარეს აღიქვამდეს სოლიდურად და სერიოზულად. დღევანდელი ოპოზიცია იმ თავისი ასე ვთქვათ ფორმით პოლიტიკური ბრძოლისა აბსოლუტურად შეუძლებელია რომ ის აღიქვა სერიოზულად და მას მართლა ანგარიში გაუწიო როგორც სერიოზულ ძალას. ჩვენ გვინდა რომ საქართველოში იყოს ოპოზიცია რომელიც იქნება სერიოზული ანგარიში გასაწევი ძალა რომელთანაც დავჯდებით და ვილაპარაკებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უფრო უკეთესი ასე ვთქვათ პერსპექტივების შესახებ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გვინდა ოპოზიცია რომელსაც გაცნობიერებული ექნება ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მაგრამ ოპოზიცია რომელსაც ეშინია ერთადერთი რაზედაც ოცნებობენ ესენი არის რომ ვაი თუ ესე იგი ამ ხელისუფლებამ გააერთიანა საქართველო მერე ჩვენ რა გვეშველებაო. ოპოზიცია რომელიც გამოდის და ყოველ დღე სიტყვით გიმეორებს იმას რასაც ისმენ დაუშვათ რუსეთის დუმაში სხვადასხვა რუსი პარლამენტარების მიერ გაკეთებულ საქართველოს ოპოზიცია რომელიც კვიციანს აცხადებს გმირად და რომელიც არის ბადრი პატარკაციშვილის ასე თქვა დაქირავებული ამ შემთხვევაში მარიონეტი ამათთან ჩვენ სერიოზულად დიალოგი როგორ უნდა ვაწარმოოთ მე წარმოუდგენლად ვიმაჩნია როგორ შეიძლება კარგი იქნებოდა აი თქვენს შეკითხვებზე ოპოზიციის წარმომადგენელს გაეცა ამ შეკითხვებზე პასუხები არ აქვთ მათ მხოლოდ იმ შეკითხვებზე აქვს პასუხი რომელსაც თავიანთ აი ამ ვირტუალურ სამყაროში ვირტუალურ რეალობაში ვირტუალურ გარემოცვაში კარგი ბატონ გიორგი ძალიან დიდი მადლობა მე მინდა ერთი რამე თქვა დასასრულს მე მინდა ყველას ვინც ჩვენ საზოგადოებაში ადენებს თვალყურს ამ პროცესებს და მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი მათგანი არის შეწუხებული იმითი რაც ხდება გადართავენ იმედზე და დაუშვათ ხედავენ რომ რაღაცა უბედურებები ხდება და ბევრს აქვს გაჩენილი კითხვა რა გველის რა იქნება რაღაცა ბევრი არის აფორიაქებული ამითი მე მინდა ყველა დავამშვიდო და უთხრა ერთი რამე შეხედონ საქართველოს ხელისუფლებას შეხედონ იმას თუ რამდენად შვიდად მუშაობს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, რამდენად მშვიდად ვაგრძელებთ ჩვენ იმ კურსს, რომელიც გვაქვს არჩეული ჩვენი ხალხის წინაშე და ჩვენი სიმშვიდე მათაც გადაედებათ. თუ უნდათ რომ დაიჯერონ რომ ქვეყანაში არის ქაოსი და არეულობა და რაღაცა მართლა კატასტროფა ხდება, მაშინ შეუძლიათ უყურონ იმ არხს, სადაც მხოლოდ ერთ არხზე ხდება დღეს ამის იმიტაცია. დღეს ეს არის ბადრი პატარკაშვილის ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი. დანარჩენი მინდა კიდევ ერთხელ თქვა რომ ძალიან ცოტა დრო ძალიან პრინციპული ჩვენ
ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული ხედვა იმისა თუ რას ვაკეთებთ და ჩვენ აუცილებლად გადავჭრით ყველა იმ უმნიშვნელოვანეს ამოცანას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. როგორც არ უნდა შეეცადოს რუსეთი და როგორც არ უნდა შეეცადონ ცალკეული ოლიგარქები, რომ ამას ხელი შეუშალოს. მადლობთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი არველაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ეკონომიკის მინისტრი, დღეს მისი ოპონენტი უნდა ყოფილიყო ოპოზიციის წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი, მან სამწუხაროდ უარი თქვა. ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილშიც უნდა ქონოდა დებატები, მაგრამ ახლა მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად დავბრუნდებით. ჩვენ რეკლამის შემდეგ შევხვდებით ერთმანეთს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემის მორიგ სტუმრებთან ერთად. უმრავლესობის წარმომადგენლები შოთა ლოლაშხია, ვახტანგ ბალალაძე. ჩვენ არ აგვყავს, როგორც უკვე იცით, ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს გადაცემაში, მაგრამ ხელისუფლების მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანსაც, ის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია. მე არ ვიცი რამდენად გამოვა დღეს აქ ოპონირება, მაგრამ ბატონ ჯანსუღის შეკითხვებზე ალბათ ჩვენს უმრავლესობის წარმომადგენლებს მოუწევთ პასუხის გაცემა. სანამ სტუმრებს შეკითხვებს დაუსვამდე, მანამდე მინდა გაგაცნოთ ახალი მემარჯვენეების განცხადება ამ პოლიტიკური ძალის პრესსამსახურის განცხადებით, მათთვის არ იყო ცნობილი დანარჩენი ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის შესახებ. ახალი მემარჯვენეები იზიარებენ შეხედულებას, რომ ყველა ტელევიზია უნდა იყოს თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებული, მიუხედავად ტელევიზიის დამოკიდებულებისა პოლიტიკური პროცესებისადმი. ეს არის ახალი მემარჯვენეების პრესსამსახურის განცხადება. მე გადაცემის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ვესაუბრე ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელს მამუკა კაციტაძეს. მან პირადად განმიცხადა, რომ მათ არანაირი პრეტენზია არ აქვთ რუსთავი 2-ის ამ თოქ-შოუსადმი და ისინი აპირებდნენ გადაცემაში მოსვლას. უბრალოდ მე მათ გვიან შევეხმიანი, არ იყო ეს დაგეგმილი, დღეს ვერ მოვიდოდნენ, მაგრამ აუცილებლად მოვიდოდნენ შემდგომ გადაცემებში. ამის შემდეგ მათ ცოტა ხნის წინ გამოგვიგზავნეს ეს განცხადება, რომელიც მე უკვე წაგიკითხეთ. ახლა კი ვუბრუნდებით ჩვენს მთავარ თემას, პოლიტიკურ შემოდგომას, ცხელ შემოდგომას და პირველ შეკითხვას დაუსვამ ბატონ ვახტანგს. წინა სტუმართან გიორგი არველაძესთან ჩვენ ვსაუბრობდით პოლიტიკური დიალოგის არარსებობაზე. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ეს დიალოგი შედგეს, რა ფორმით შეიძლება შედგეს და რატომ ვერ ხერხდება ჯერჯერობით? რა არის ასეთი ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის, რომ ერთ მაგიდასთან ეს ორი ძალა ვერ დაჯდა და ვერ მოილაპარაკა? პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს. დავიწყოთ იმითი, რომ დიალოგის პრობლემა ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ არის. მე გაგახსენებთ, როდესაც გარკვეულწილად ოპოზიციამ ცადარო სიტუაცია დაძაბულიყო, ქალბატონ ნინამ მოუწოდა დიალოგისკენ. მარტივად არიან პარლამენტის წევრები, შეუძლიათ მობრძანენ პარლამენტში და გამოიყენონ ეს ტრიბუნა. მაგრამ როგორც ჩვენ ხედავთ, ამ ბოლო დროს ეს ადამიანები არ ცდილობენ საერთოდ გამოიყენონ. ტრიბუნის გამოყენებაში რას გულისხმობთ? დიალოგს გულისხმობ. დიალოგი შეიძლება შედგეს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ხო? ეხლა როდესაც ჩვენ ისინი სვამენ კითხვებს, ესე რომ ვთქვათ, ეს უნდა იყოს კონკრეტული კითხვები. ჩვენ დღეს მოვედით აქ იმისთვის, რომ გვესაუბრა კონკრეტულად, არა ზოგადად და რაღაც მაღალ მატერიებზე, გვესაუბრა კონკრეტულად რაღაც თვლიან, რომ არ არის სწორი. ამ გადაცემაში გასაგებია ბატონო, მაგრამ აი კონკრეტული საკითხი, ვთქვათ, ვადაბდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ საკითხზე რატო ვერ შედგა დიალოგი? ოპოზიცია არ წამოვიდა თუ ხელისუფლებისთვის ეს საკითხი დახურულია? კი ბატონო, ამაზეც გეტყვით, უბრალოდ ცოტა შორიდან დავიწყებ თქვენის ნებართვით. საუბარი არჩევნებზე როცა ეს ერთია, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ არჩევნების შედეგად რომ მოდიხარ, რას თავაზობ? ან როცა მე მაკრიტიკებ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, რას თავაზობ ალტერნატიულს მოსახლეობას? ჩვენთან არ უნდა საუბარინ, ეს მათი საქმეა, შეუძლია აუხსნან საზოგადოებას. ხაით დავიწყოთ, გიორგი მაც ისაუბრა ამაზე, ხო? ფისკალური პოლიტიკა არ მოწონთ, საგარეო პოლიტიკა არ მოწონთ კონკრეტულად. ანუ რა არ მოწონთ, ან რას თავაზობენ ალტერნატივას საზოგადოებას? გამოაქვეყნეს საგურამოში და იქ ჩამოთვლილია 10 საკითხი, სადაც პუნქტებად არის ჩამოყალიბებული. ძალიან ზოგადი, მინდა გითხრათ, ძალიან ზოგადი საუბარი იმაზე, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე და ეკონომიკურ საკითხებზე იყო. ეკონომიკურ საკითხებზე საერთოდ არა, იქ კონკრეტულად საუბარი. ახლა ისინი თუ ეძახიან იქ რაც წერია ეკონომიკაზე საუბარი, ძალიან შემცდარან მაშინ. თქვენ თვითონაც გადახედავთ და ნახავთ რაზეა საუბარი. როცა საუბრობენ სიტყვის თავისუფლებაზე, ამოდროულად ამაზეც საუბრობენ იქ, რომ მათ არ ეძლებათ საშუალება. ახლა თუ დავაკვირდებით ბოლო პროცესებს, მიმდინარე პროცესებს, ეს ადამიანები მიკრიბებიან სადაც უნდათ, გამოთქვამენ თავისუფლად თავის აზრს და ეს სწორია და კარგია. და ნებისმიერ ტელევიზიაში შეუძლია მივიდნენ და თავისუფლად ისაუბრონ ამ თემებზე. ახლა მეც რას ეძახიან ესენი?
ანუ სიტყვის თავისუფლებას, რომ რასაც ისინი ამბობენ, ეს უნდა გავიზიაროთ აპრიორშივე? ბატონ შოთა, იკრიბება ძალიან უпростоრად ყველა ოპოზიციური პარტია თითქმის ისინი მართავენ საპროტესტო აქციებს. მათ მხარს უჭერს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მხარს უჭერს რამდენიმე ათასი ადამიანი, ჩვენ ნახეთ პარლამენტთან აქცია. მათ აქვთ მოთხოვნები, ხელისუფლების ეს მოთხოვნები უსაფუძვლოა, რამდენიმე ათასი ადამიანი, როდესაც გამოდის და ამბობს, რომ აქვს კონკრეტული მოთხოვნა, თქვენ ვერ დაინახეთ მათ მოთხოვნებში კონკრეტიზაცია? იცით, საქართველოში რეგისტრირებულია 120-მდე პარტია. აქ იკრიბება მხოლოდ 10 პარტია. ამ პარტიების თვალსაზრისით, თუმცა ეს წამყვანი ოპოზიციური პარტიების თვალსაზრისით მოცემულ სიტუაციაში სხვადასხვა დაფინანსების შემთხვევაში კიდე შეიძლება მრავალი პარტია გამოჩნდეს და ასეთი პარტიები იგორ გიორგაძის და ირინა სარიშვილის სახით ჩვენ უკვე გვყავდა ერთი 3 თვის წინ და ალბათ ესეც გამომზეურდება რა დაფინანსებას ღებულობდა ეს ხალხი და საიდან ღებულობდა ამ დაფინანსებას და ეს გარკვეული იქნება. უბრალოდ ამ ხალხის გადაადგილება, მომზადებას უყველაფერიც რო თანხებთანაა დაკავშირებული, ესეც ცხადია და ესეც ალბათ აქციის ორგანიზებაში შედის, ბატონ შოთა. რა თქმა უნდა, არა, ეხლა დაუბრუნდეთ თვითონ იმ საკითხს. იკრიბება 20,000 კაცამდე დაუშვათ. საქართველოს ყავს 2,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი. ისინი აყენებენ ანტიკონსტიტუციურ საკითხებს. ეს არის პრეზიდენტის გარეშე. პრეტენზია რომ ის თითოეულ მოქალაქეს უსმენს. არა, უნდა მოусმინოს, რა თქმა უნდა, მაგრამ მოთხოვნა, როგორ უნდა განხორციელდეს მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის გარეშე. სწორედ ამისთვის არის ვფიქრობ დიალოგის საჭირო, რაღაც საკითხზე დიალოგი, რაღაც საკითხზე დიალოგი არ შეიძლება თუ აბსურდულ თემაზე დაიწყება საუბარი. დაუშვათ, გავერთიანდეთ რუსეთთან თუ ამაზე დიალოგის წარმოება არ შეიძლება. არ შეიძლება ასეთ თემაზე საუბარი და ასევე უნდა ითქვას მთლიანად ეს ერთი თვის განმავლობაში როგორ განვითარდა მოვლენები. და ამ ოპოზიციისთვის ეხლა არ გახდა ნათელი, რომ ეს არჩევნები დანიშნული იყო ოქტომბერ-ნოემბერში. ეს არის კონსტიტუციური. ვისაუბრებთ მანამდე თქვენს ნებართვით სიტყვა მიცემ ბატონ ჯანსუხ. აი უსმენდით უმრავლესობის წარმომადგენლებს. რატომ გამოვიდა რეალურად ხალხი ქუჩაში? შეიძლება 20,000, შეიძლება 10,000. აი რატომ გამოვიდა? და აქვს თუ არა მაგ კონკრეტული მოთხოვნები? არა, ჯერ იმაზე ვილაპარაკოთ, რომ რატომ თქვა უარი ოპოზიციამ რუსთავურზე, ახლა როგორც რუსები იტყვიან სატოპკეო, ეგრეა, ხო იცი, როცა თვითონ ხელისუფლება უარს იტყვის და ეწინააღმდეგება ისეთ ნორმალურ არხს, როგორიც არის იმედი. მე შეუძლია ალბათ ამანაც რო თქვას, მაგრამ მაინც არ უნდა თქვას უარი, ამაშია საქმე, იმიტომ რომ შენი პრინციპი უნდა გქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ იმან უარყო, ჩვენ ვუყურებთ ყველანი, არა მე რაც ხდება ამ ქვეყანაზე, რა თქმა უნდა ტელევიზიით ვიცი, მაგრამ ხალხთან მაქვს საქმე, მე როგორც ოეც. როგორ შეაფასებთ აი ამ როცა ხალხთან მაქვს საქმე, არც ერთის არ მომწონს. მაგრამ შენ თვითონ როცა უმრავლესობა ხარ, შენ არ უნდა იყადრო ჯერ ეგ ამბავი, იმიტომ რომ ის ვეღარ იზამს უკვე. ბატონო ჯანსუხ, თქვენ არ აქვს სწორი ინფორმაცია, მე გეტყვით. არა, მე ვიცი რომ შემთხვევაში მე რამოდენიმეჯერ ვარ იმაში იმედზე გამოსული, ჩემ საკითხებთან მიმართებაში, სხვა საკითხები რა. ვიცი, მინახე ხარ, მაგრამ ნუ ბოლო დროს არა, ბოლო დროს არ მიუწევებთ უბრალოდ. და გეტყვით რომ ჩვენთან როგორც ჩანს, ეს საკითხი, რომელ ტელევიზიაში წავიდეს ადამიანი და როგორ გადაწყვიტოს ეს, სავსებით თავისუფლად არის, ვიდრე იმ პარტიაში, რომელიც მე მეთქი და ახლა მე საკამათო არაფერი არ მაქვს თქვენთან. მე ვამბობ, ჩვენი მხრიდან პარტიაში თქვენზე არ არის ლაპარაკი, მე საერთოდ ისინი არ მიგრძალოს. როგორ წავიდნენ იქედან და ურჩევნიათ სხვა არხებზე გამოსვლა. ახლა ეს რო ფაქტია, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ვამბობ ჩვენი მხრიდან, თქვენ შეიძლება არა, მაგრამ თქვენ შეიძლება არა, მაგრამ გვარების ჩამოთვლა არ მინდა. ის პირველობს ამ ქვეყანაზე, ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე, ვისაც ერთნაირი ღიმილი აქვს დაყენებული ცინიკური, ვინც ამბობს მე ვარ აქ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. შენ მოხვალ, რაც გინდა ის გააკეთე. ეს იდიოტიზმია. ეს თვითონ უნდა უთხრათ მე იმას, ეს კაცია თუ კალია. რეებს ლაპარაკობ შენ.
რას ნიშნავს? შენ ახარ და რასაც გინდა იმას იზამ, წავალ და რასაც მინდა იმას გავ. მე იმას ვამბობ, რომ როგორი სულელი და ბრიყვი უნდა ვიყო, რომ შენ ლამას ქუჩას დააგებ და მე მივდივარ იქა და არ მიხარია. შენ რომ ლამას ჩადრევანს გააკეთებ, ბიჭო, მე არ მინდა ეს მშიერი საცოდავი ხალხი და უკვე თქვენებიც რო აცხადებენ, რომ შიმშილის ზღვარზე 2.200.000 კაცია. თუ რაღაც უბედურება ხდება ქვეყანაზე. არა კი არა, ახლა თქვენ თუ გინდათ რომ მართლა დახმარების პროგრამა, და იმას არ ეხმარებიან. მასწავლებლებს იმას არ უნდა დახმარება. როგორც მივხვდით, გახსოვთ ალბათ, როცა საწყალი ცხონებული მე პატივსცემდი იმ კაცს სურამჟვანია გამოდიოდა და შევარნაძეს შენ ეგრე არ არის საქმე 115 ლარი იმ შემდეგ 5 ჯერ გაიზარდა მე ხوار გეულები 115 500-ზე გამრავლე მეთქი ეხლა რო ზვირდება ყველაფერი უკვე 155 ლარია ბოლო ლუკმა ბიჭო მიეცი კაც რაღაცა კაცო თუ მაშინ შეგეძლო და ამას დედა უტირე იმიტომ რომ შენ შეგიძლია და არ მაძლეო მე კი ვფიქრობდი ბიჭო თუ შეგიძლია მიეცი რა კაცი არა ხარ და ეგრე არ არის საქმე ხალხი არის ძალიან ცუდ დღეში ძალიან ცუდ დღეშია ხალხი ისე როგორც აი ვთქვათ რომ ვიტყვეთ ციხეებში ხო არ შეიძლება იქ საცა 5000 კაცია შე 25000 ყავდეს არ შეიძლება ეგ ამბავი რაღაც უბედურება ხდება ამ ქვეყანაზე და მე არ ამგონია ჩვენ ახლა სუფრასთან ვიჯდეთ 4-ვენი და თქვენ გითხრათ რომ ირაკლი ბათიაშვილი არ უნდა იყოს იქ აი გეფიცები კაცობას რა თქვენ მომემხრობით და მეთხვით არ უნდა იჯდეს მართლა იქ ვაპასუხებთ უმრავლესობის წარმომადგენლებს და მე შემდეგ ვთხოვ აი საპროტესტო აქციებზე ისაუბროთ ჯერ ვაპასუხებინოთ უმრავლესობის წარმომადგენლებს დიდი მადლობა ესე ზოგადად რო არ ვისაუბროთ, კარგი იქნება რომ კონკრეტულად ვისაუბროთ ახლა. აი კონკრეტულად ხო, აი კონკრეტულად არის კი ბატონო, მაღაზიაც გაგცემ, ხო, არა, მაღაზიაც გაგცემთ მე ხას მაღაზია საუბარი. ზუსტად 115 ლარზე როცა იყო, როცა თქვენ ძანით. სპოდიშის მოხდით, რა თქმა უნდა, რომ გითხოთ, რომ როდესაც ბატონი ზურავი იძახდა 115 ლარი უნდა ყოფილიყო. თქვენ რა პოზიციაზე იყავით მაშინ? თუ აქვს საშუალება უნდა იყოს მეთქი. ანუ თუ აქვს საშუალება უნდა ყოფილიყო. ანუ ამ ხარს ესე ვთქვათ რეგისტრაცია საშუალება რა. არ იყო საშუალება. თურმე საშუალება ანუ ესე იგი, ამით რის თქმა მინდა, ყველაფერს აქ ეკონომიკაში რო ავიღოთ, ყველაფერს აქ თავისი, ასე ვთქვათ, წონა, ზომა და არის რესურსი. ხო, რამდენი რესურსია შესაძლებელია. ბატონო, მაინც ისიც არ იქნება 15? არა, როგორ არ იქნება, მაგრამ არის პრიორიტეტები, ხო? რაში დებ ამ ფულს? არის მეორე რაღაცა. ბიუჯეტს თუ მივყვებით, მე გეტყვით რა 2003 წელს რაც იყო მთლიანად ბიუჯეტი, 2004 წლიდან 2007 წლამდე ზდა არის მარტო მაგდენი. ამიტომ, მაგრამ ფული რაშიც მიდის, თუ გინდათ გაიზარდა, უმნიშვნელოდ გაიზარდა. აი რაში მიდის, ბატონო ახლა. მე გეტყვით მეტწილად რაში მიდის. თუ ჩვენ გვინდა რომ ეკონომიკა ავაშენოთ და დავაყენოთ ფეხზე, არის რაღაც კონკრეტული ღონისძიებები გასაკეთებელი, ამასაც გეტყვით, კერძოდ რა ღონისძიებებზეა საუბარი. ეხლა რო ავიღოთ პოპულისტი ხელისუფლება, ძალიან კარგია ვთქვათ, რომ უნდა მივცეთ, რატო 105? მე გეტყვით 200-იც რო იყოს, ძალიან კარგი იქნება და სწორია, მივცეთ 200-300. ამ ბიუჯეტს ამის საშუალება რომ 200-300 ლარი გახდეს პენსია, მაგრამ მაშინ არაფერი აღარ უნდა გავაკეთოთ და ეს ქვეყანა ესე ვერ განვითარდება. ხო, მაგრამ ავარჩიოთ რა გვინდა. მე გეთანხმები და იმას არ ვიძახი, რომ ნამდვილად პრობლემები არ არის და არ უჭირს მოსახლეობას. არის და გვინდა და მეტიც გვინდა. მე გეუბნებით 105 კი რომ გვინდა რომ 200 იყოს, მაგრამ ამისთვის ეტაპობრივად უნდა ვიყოს. 200 არა, 155 მიეცის სიკვდილის ზვარზე რო რაც შეეხება მაგას, ვინც არის სოციალური პროგრამები რაც არის. ზუსტად ეხლა რაც კეთდება პრეზიდენტის დავალებით, ხო? ანუ სოციალურად დაუცველი ვინც არის სიტყვაზე ვამბობ და ამის გარდა კიდე, იმიტომ არის მხარი რომ მასწავლებლებზე და ასე შემდეგ. სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე მიდის დახმარება იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ეს ზამთარი გადაატანონ. აგურ აქ რაზეა საუბარი? დენი, გაზზე არის საუბარი. ეს არ არის ერთჯერადი დახმარება. თქვენ თუ ნახავთ ამას, ხო, როდესაც არის ხან ბოლოს საუბრობს ოპოზიცია, რომ ეს არის თითქოს ერთჯერადი დახმარება. აქ არის 50 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც მათ შეუძლია გამოიყენოს, აი ეს ასე ვთქვათ, დეპოზიტია ეს 50. თქვენ თუ ნახავთ ქვითრებს ამ ადამიანების, ხო? ოჯახში შეიძლება გამოვიდეს, რომ 2 იყოს ესეთი, ანუ 100 ლარი გამოვიდეს. ეს ადამიანები მიხდნენ 7 ლარს თვეში, თქვა დენის სანდეს გამოდის, რომ გადაამრავეთ. პარლამენტარმა დაიმატა დანამატი.
დაიკლო ხელფასი, იმიტომ რომ შენ უნდა მოგცენ რომ ხელფასი თქვა რომ აი მე 560 ლარი მაქვს. მე ის დანამატი ბევრია, ნუ ახლა ვიცი მეც და თქვენ ციცი. მე მაქვს 560 ლარი, ხო? არაფერი არ მაქვს. როგორც კი დავიწყებ რაღაცების გადახდას და პლუსი გწამლებია საჭირო, გათავებულია, მაგრამ კიდე გეუნებით არ ვამბობ ბევრს მეთქი. მივაღწიოთ ერთად ყველამ, რომ 155 ლარი კონდეს შიერსა და საცოდავ ადამიანს. ბატონ ჯასუხი, მე მინდა დავუბრუნდე ჩემს შეკითხვას ისევ. გამოვიდა ხალხი ქუჩაში, ოპოზიცია გაერთიანდა და მართავს საპროტესტო აქციებს. ხელისუფლება ამბობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციას არ აქვს კონკრეტული მოთხოვნები. გარდა ამ სოციალური პრობლემებისა, თქვენ დაინახეთ თუ ვერ დაინახეთ მოთხოვნებში კონკრეტული საკითხები, თუნდაც პოლიტიკური, რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? ეხლა რაშია საქმე იცით? მე ვადამდე იქნება თუ მერე იქნება, ძალიან ისეთი ნიუანსური რაღაცა შეიძლება ვერ ხვდებოდე, მაგრამ რამდენად მიმაჩნია ის რომ როგორ უნდა იყოს ადამიანი და რას უნდა წარმოადგენდეს, მე აი ამაზე მაქვს საკამათო. როცა შენ ამბობ და აქ იყო ესა არველაძე ხო ასე? ხო, მე მის მამას ვიცნობ და ყველაფერი და ასე რომ მე ისე კარგად ვიცნობ მამამის რომ არ მინდა შვილმა ტახიკარდია დამმართოს რა, მამამის ტახი ქვია. ეხლა ესე იგი როცა ლაპარაკობ შე რომ ეს რა ხდება ქვეყანაზე, ასეთი ლანძღვა, ასეთი უბედურება, მე ლანძღვაში არავის არ ვემხრობი. არავის კაცო, მაგრამ როცა შენ ინტელიგენციას ან ინტელიგენციას, რომელსაც ნაჩუქარ მწერალთა კავშირს წაართმევ და მერე ზეიდან კიდე ეტყვი უბედურებას, ჩასარეცხები ხართ. შენი ჭირიმე რა, გინდა ისეთი რაღაც იყოს, აი ინტელიგენტურად მითხარი თუ გინდა. ვინ არის ჩასარეცხი კაცო? აი ამ შეკითხვით მიმართოთ ბატონ შოთას. ბატონ შოთა. ისეთ მოდით ჩვენ თლიანობაში შევაფასოთ, იმიტომ რომ ეხლა აქ ესეთი ენის მოჩლექით ლაპარაკი არ შეიძლება და შევაფასოთ რეალური სიტუაცია ამ ერთი თვის განმავლობაში რა განხორციელდა და ყველაფერი მე თავის ადგილზე ჩაჯდება. ჩვენ, როდესაც ოქრუაშვილი გამოვიდა პირველად თავის პრესკონფერენციით, ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი გამოდიოდა გაეროში და რუსებს ბრალსდებდა, რომ მათ განახორციელეს აფხაზეთში ეთნოწმენდა. და ამ დროს გამოვიდა სამხედრო მინისტრი და ეს სამხედრო მინისტრი ლაპარაკობს, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, აქვს სამშვიდობო გეგმა ტერიტორიების დაბრუნების, რო ქონია თურმე სამხედრო გეგმა, კორუფციაშია ჩაფრული ყველაფერი და ასე შემდეგ. დაამხვია საგანგებოდ. ესეთი რაღაცები შემდგომ ყველაფერს დავალაგებ და მიხვდებით და მე უკვე ვის რა როლია? ვის რა როლია? კაი ახლა ამ 25 ახლა გეაბა რა. აი ასეთ შემთხვევაში და რა დადგენილება მივიღეთ მიუხედავად ამისა. პირველად რეზოლუციაში დაფიქსირდა, რომ დევნილების ქონება არის დაცული და ყველა დევნილი უნდა დაბრუნდეს. ახლა სრულ ანალიზს არ დავიწყებ ამ რეზოლუციაში, სადაც 6 პოზიტივი მოხვდა. პოზიტიური პოზიცია არის და მე-7, რომელიც რუსებს უნდათ შეეტანათ 20 სექტემბრის დივერსიული აქტი განვახორციელეთ თითქოს ჩვენ და სინამდვილეში დივერსანტები განვაიარაღეთ, ეს არ მოხვდა დოკუმენტში. დღეს რა ეტაპზე ვართ ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ ტერიტორიულ საკითხებთან მისული. საუბარი არის იმაზე, რომ 14 წლის მოღვაწეობის სამშვიდობო პროცესების მოღვაწეობის საკითხს გაერო მიუბრუნდება და ხელახლა განიხილავს. ეს 14 წლის განმავლობაში არ მომხდარა. მეორე დარტყმა სადაც იყო, ეს იყო სანაკოებთან დაკავშირებით, რომელიც არის წარმატებული პროექტი და ჩვენ რო არ გქონდეს შეფერხება, აი ესეთი მე ვიტყოდი უაზრო გამოსვლებით, თან იმ სამიტის წინ, როდესაც უნდა გადაწყდეს საქართველოს ნატოს წევრი პერსპექტივაში გახდება თუ არა და ეს იქნება გაზაფხულისთვის, მაგრამ მე ამას უბრალოდ აღნიშნავ ტელემაყურებლისთვის, არა იმისთვის, რომ ჩვენ აი ამ პრობლემების გამო ამ პროცესებს ვერ განვახორციელებთ. ბატონ შოთა, აი მე წინ მიდევს საერთო სახალხო
მოძრაობის ეროვნული საბჭოს მანიფესტი, ეს არის 12 პუნქტად ჩამოყალიბებული და მეოთხე პუნქტში, რომელიც ეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, გარკვევით წერია, რომ საქართველოს მთელი ტერიტორია გათავისუფლდეს რუსეთის სამხედრო კონტინგენტისგან. ეს არის ოპოზიციის მოთხოვნა და ისინი ამბობენ, რატომ პრეზიდენტის შესრულებული დავალება 2008 წლისთვის არც ერთი სამხედრო კონტინგენტი საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება. ამიტომ გვინდა ჩვენ არჩევნები იყოს ოქტომბრის ბოლოს. ამიტომ გვინდა ყველა არჩევნები რუსეთში ჩატარებული იყოს. ამ ნატოში მაპის პროგრამა აღებული გქონდეს და რეალურად უკვე პოპულისტურ განცხადებებზე კი არ იყოს პოლიტიკური პარტიების პროგრამა აგებული, არამედ რეალურ პროგრამაზე იყოს აგებული. და ყველაფერი ამაში აი მას დავამთავრებთ, რაც თქვენ შემაწყვეტილეთ. ამ სიტუაციაში არის დიდი ფულის მქონე ხალხი. იგივე კონკრეტულად დავუშვათ ვადრი პატარკაციშვილი. მათ ის მასშტაბი, რომელიც არის საქართველოს მასშტაბით, არ ყოფნით უბრალოდ. მათ ამ თავიანთი ფულით ისე უნდათ დაბრუნდნენ რუსეთის ბაზარზე. ამის დაბრუნების ერთადერთი შანსი არსებობს. და რუსეთი მაშინ მიიღებს ასეთ პოლიტიკურ მოღვაწეს ეს ვადრი პატარკაციშვილის არგუმენტი არის ბატონო შოთა, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურა მას ეძებს ოფიციალურად რამდენიმე წელია. ვადრი პატარკაციშვილმა განმარტა, როგორ შეიძლება რომ მას ეძებდეს რუსეთის გენერალური პროკურატურა და ამავე დროს ის იყოს ამ ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. იმისთვის რომ მე ვთქვი, რომ დაბრუნდეს ამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში, მას ჭირდება სწორედ ის, რომ აი ესეთი დამარცხებული საქართველო მიართვას ლანგარზე რუსეთს და ასეთ შემთხვევაში ცხადია, სულ შეიძლება დავასრულებ. და მე მეცაც გეტყვით, უფრო ადრე, აი თქვენ შევარდნაძის პერიოდში, როდესაც ბერეზოვსკი იყო აქტიური პოლიტიკური ფიგურა, საუბარი იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალში თავისუფალი ეკონომიური ზონის გაკეთებაზე, ჩვენი ერთობლივი კონტროლის ქვეშ, იმის იქით აფხაზებისთვის მიეცათ ეს ტერიტორია, ანუ რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფილიყო და ამის აქეთ საქართველოს კონტროლი ყოფილიყო. ამაზე მიდიოდა აქტიური მსჯელობა. ანუ ეს თემები, რომელიც ეხლა წამოვიდა, არ არის რეალურად ახალი, უბრალოდ ყველაფერი ეს გამოვიდა ზედაპირზე ამ სიტუაციაში. ეხლა რა პერიოდში ვცხოვრობთ რეალურად ჩვენ? ჩვენ გვყავს პარლამენტი, რომელიც 2 ნოემბერს იქნა არჩეული მაჟორიტარული სისტემით, რეალობაა ეს და ეს დაამტკიცა საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ერთი არჩევნები და დატოვა მეორე არჩევნები. შემდეგ ყავს აპრილში არჩეული, მარტში არჩეული მეორე პროპორციული სტრუქტურა და ეს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით არჩევნები უნდა ჩატარდეს ოქტომბერში ან ნოემბერში. ეს უკვე ფაქტია, აქედან გამომდინარე. ბატონ შოთა, ჩვენ ამ საკითხებს ვისაუბროთ ან დავუბრუნდებით ისე პარტიის პროპორციებზე, გაკონტროლებაზე საარჩევნო უბნების, მაგრამ ლაპარაკი ანტიკონსტიტუციურ მოთხოვნებზე არ ნატოში გაწევრიანება ახსენა ბატონმა შოთამ, სანაკოების ფაქტორი. ეს გაერთიანება ოპოზიციის, აი ხელისუფლება ადანაშაულებს, რომ მთელი ეს პროცესები არის რუსეთის სასარგებლო. თქვენ ხართ საზოგადოების წარმომადგენელი, მწერალი, პოეტი, ხედავთ ამ ყველაფერში რუსეთის კვალს, ვთქვათ, ოქრუაშვილის გამოსვლა, ოპოზიციის გაერთიანება, იქ ვადრი პატარკაციშვილიც ახსენეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა. ესე იგი, რაშია საქმე იცით? მე ოქრუაშვილის უფრო რა არ მომწონს, იცი? როცა შენ აი იმას ხვირი და არ იცი, რაც შენ გიკეთებია ციხეებში, იმას გაგიკეთებენ რომ იხვალ, მაშინ არავინ არ ახარ. ხო, ეგეთ გულუბრყლო როგორ ხარ, თუ ზმახარ იყო მინისტრი, იყო თავარი პროკურორი, გენერალური პროკურორი, რაღაცა და არ იცოდე რა მოგივა და როგორ იქნება. ეგ მე არ ვიცი ძმო, წარმოდგენა არ მაქვს, ესე იგი როგორ არიან ერთად, ვინ ვის წინააღმდეგია, მაგრამ ის რომ ოპოზიციას ხელმძღვანელობს პატარკაციშვილი, მე ამას ვერასოდეს ვერ დავიჯერებ, იმიტომ რომ იმას თავის საქმე აქვს თუ ძმახარ და მიხედოს თავის თავს. თქვენი დაჯერება არ უნდა ბატონო, თვითონ ამბობს რომ მონაწილეობს პროცესებში. მონაწილეობს. მასე კაცო ხო სოროსმა იმხელა მილიონები დახარჯა იმ ვარდების რევოლუციაში და დაიხარჯა და საქართველოს გამოიყენა ეს თავის დასასარგებლოდ და არა საქართველოს დასასარგებლოდ. უმუშევარი ხალხი რა, ხილზე რო გადაყვალ იქა. თენგენსის მიკითხია რა, რამდენ
საფეხურს აძლევდნენ, რომ ისულიყვნენ და ეყვირათ. და თუ გახსოვთ, აი ბაზრიდან ხალხი გამოვიდა და ყვიროდა, ის კარგი იყო, როცა უყვიროდით, იქ მიშა და რომ ბაზრებიდან გამოყვანილ ხალხი. აი ეხლა თუ ნაღდი ხალხი გამოვიდა, რა თქმა უნდა ფულის გარეშე. აი როდის მივემხდარებ ჩემ საქართველოს. აი მაშინ საქმე თორე შენ ახლა დაანარცხო კაცი არა თუ მაგარ გუშინ ჯარზე იყო საუბარი რომ შეეშინებიათ ხალხი რა გუშინ თუ დღეს რომ ჩვენი ჯარი ხوار გონიათ აი ესე ვინც არის და იმის გამო და ამის გამო რა ხდება იმ შევარნაძე შეკაცო მოვიდა გიცხრე ბატონჯანსო ძმო აიღე შევარნაძემ რა ქნა და დააქცია საქართველოს რა უნდა გაეკეთებინა გამოიყვანა ცხინვალიდან ბატონჯანსო შეიძლება ცხინვალიდან გამოიყვანა ჯარი და წაიყვანა აფხაზეთში საომრად და ორი ხელშეკრულება დადო, როგორ გაეყიდა ტერიტორიები და ფულს ვიხდიდით ჩოხური და ტექნიკის გამოყვანა. ქართველი კაცის სისხლში ვერ ამოუთხრით ჩემს ბიოგრაფიასო. წადიო. აბეხე ვნახოთ რა უმრავლესობის წარმატება ბატონ ვახტანგ აი ბატონი ჯანსუხის კონკრეტულად ბატონი ჯანსუხის პრეტენზიები მოვისმინეთ. ეს პრეტენზიები უსაფუძვლოა. გეტყვით ახლა დავიწყოთ იმითი რომ როდესაც ბატონი ჯანსუხი საუბრობდა იმაზე რომ იყვნენ რევოლუციის დროსო ელიავადანო მუშები იყვნენო ბაზრობიდანო კი ნამდვილად იყო ყველა იყო ანუ ჩვენი საზოგადოებაა ეს ყველა ინტელიგენცია და ინტელიგენციის წარმომადგენელი ვერ იქნება ხო ჩვეულებრივ მუშა იქნება ან რაღაცა დასაქმებული იქნება რაღაცა ჩვეულებრივ მოქალაქეა თანასწორ უფლებიანი და ეს ადამიანები იყვნენ გამოსულები ნამდვილად გამოვიდნენ იმიტომ რომ არ მოწონდოთ რაც შეეხება ეხა იმას რომ ედუარდ შევარნაძემ სისხლი არ დაღვარა მე ჩემი მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამისი არ ამგონია რომ მორიდებოდა თავის წარსულ ბიოგრაფიას თუ გადახედავთ არაერთი მაგალითი ამისთვის და რამდენი ცოდვა აკისრებს ეს მისი საქმეა და ჩემი საქმე არა. კომენდანტის საათი უკვე ვერ აღარ ეს მნიშვნელოვანი ეგ არ არის. თავი არის რაზეც ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ იმას რომ ბევრი რამე ჩვენი აზრით ემთხვევა ან ფაქტია ხო შეხედეთ არ უნდა ჩვენ ხელს არავის არ უადებთ რომ ან რუსეთის აგენტი ან არ არის აგენტის მათი საქმე არის რა ვისაც თავი ახლა თუ ამის ფაქტები იქნება და ვიღაცა ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს შესაბამისად ის დაისჯება მაგრამ როდესაც ხა ტყუილო ნამდვილად ვერ დავიწყოთ ლაპარაკს რომ ეს ვიღაცა იმისი აგენტია და რაღაც ისე მიყავთ სიტუაცია რომ რაღაც ფასს აღარ აძლევენ ნუ რა მოხდა ხა უკვე რომ რუსეთი და რეალობა ერთი არის რა თუ შეხედეთ თქვენ როდესაც დაიწყო ეს პროცესები ეგრევე გამოვიდნენ დუმაში და რა განცხადებები გააკეთეს იქ. თუმცა ოპოზიციამ არ მოიწონა ეს განცხადება. ბატონ ვახტანგ, აი ვავლევდით პარალელს 2003 წლისა და დღევანდელ მოვლენებს. მაგრამ რომელიმე კაცმა აი უმცირესობიდან დაგვია იმას ოპოზიციიდან რომ თქვა თქვენზე რომ ესენი ემხრობიან რუსეთსო ამბობენ მაგრამ დედასუტიებ არა არ გამიგიეგა ამბობენ ოფიციალურად გამოდიხარ თქვენ ემხრობ რუსეთს არავინ არ ემხრობა მე ერთხელ ინტერვიუ მივეცი მაგრამ მე ვთხარი გასო მე პოლიტიკაზე არ არის საქმე მეთქი თქვენი პოლიტიკოსების და ამათ პოლიტიკოსების მეთქი შევიგინე მე ვთხარი ჩემი რუსეთია ბელა ახმადოლინა ევგენი ევტუშენკო ვაგნესენსკი რიმა კაზაკოვა და ტვარდოვსკი და ეს გიჯო არ არის ის ჩვენი რუსეთი და ჩვენ მივდიოთ იმას რომ კარგავ იყოთ ადამიანებთან და როცა ის ამ ხელა ქვეყნის პრეზიდენტია ის უბედურება ის დამყრობი ვინც გინდა ლილიპუტი არ უნდა დაუძახო დამიჯერეთ რა შვილებო ბატონ ვახტანგ ჩვენ პარალელს ვავლევდით ბატონ ვახტანგ პარალელს ვავლევდით პარალელს ვავლევდით 2003 წლისა და დღევანდელ მოვლენებს შორის სოციალური უკმაყოფილების კუთხით დღეს აი თუ მაშინ გამოდიოდა ხალხი სოციალური უკმაყოფილების ნიშნით დღესაც მათი ნაწილი ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის და ამბობს რომ მას უბრალოდ საჭმელი არ აქვს კი ბატონო გეტყვით მე რატომ მივიდა მთელი ეს სიტუაცია აქამდე სიტუაცია 2003 წელს გინახია ძმო ნაგავში რომ ჩადის ხალხი და იქეკება მე ყველას ნერვები ვარ ჩვენს ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვეულებრივი ადამიანები ვართ თქვენ ხარ რას ფიქრობთ რომ ჩვენ არ გვინდა რომ უფრო კარგად იყოს იმიტომ ექცევი კაცურად და იმიტომ ველაპარაკები ეგრე არ არის არაფერი და მან მეორე 2003 წელს არა მარტო ამიტომ გამოდინ კი ეს პრობლემები იყო სოციალური პრობლემები ბევრი პრობლემები იყო მაგრამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი რაზეც რისი საშუალებაც არ მიცა საბოლოოდ ხელისუფლებამ იმ დროიდან ხელისუფლებამ კი ბატონო ჩვენ აქ უბრალოდ სოციალურ საკითხებს საუბრობდით და არა ვთქვათ პოლიტიკურ მე ყოველ შემთხვევაში ესე უყურებ ესე ვთვლი შეიძლება ვწდები მაგრამ თავი სხვა რაღაცა აქ უცნობობაზეც იყო საუბარი რა მინიმუმ ამ შემთხვევაში მე ოპოზიციაზე მაქვს აქცენტი მინიმუმ როცა ამბობ რაღაც შეიძლება ცდებოდე მაგრამ ამის შენ თავის მაინც უნდა გჯეროდი
აი ეს არის, თუ დააკვირდებით თქვენ ერთი თვის განმავლობაში მათ გამოსვლებს, რამდენად ურთიერთსაწინააღმდეგო იყო ეს ყველაფერი, ხო? რომელი კონკრეტულად შეგვიძლია ნებისმიერი ოპოზიციონერის გამოსვლას გეტყვით, დაწყებული იქიდან რომ როდესაც საუბრობდნენ რომ თუნდაც ლევან ბერძენიშვილი, როდესაც საუბრობდა რომ ის დრო აღარ არის რომ ოლიგარქები მოვიდნენ პოლიტიკაში, ეს ყველას გვახსოვს ეს განცხადება და ამის შემდგომ აი ეხლანდელი განცხადება, როდესაც ბატონ ბადრის ეს თვალებში შეციცინებდა და უყურებდა რომ კი და განცხადებაც ყავს როგორ არა უნდა მოვიდეს ეს მისი პრობლემაა. მოვიდესო თქვა? არა, კიო არა არის პრობლემა. ახლა შეციცინებდა ეგ არაფერი არ არის. არა, მე ის თქმა მინდა ამიცით რომ მოვიდეს შეიძლება ადამიანმა აზრი შეიცვალო, მაგრამ ეს შენ გულწრფელობაზეა დამოკიდებული რა. ამით იმას გავაგზავნებ, რის თქმა უნდა სოციალური პრობლემები და რაც არის. ეხლა ამას არავინ არ ამბობს, არც ჩვენი მხრიდან, უმრავლესობიდან რომ გარკვეული პრობლემები არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი არის შედარებითი და არის ტენდენციები მნიშვნელოვანი. შედარებითია ის რომ რა იყო და ეხლა როგორ არის ხო რამდენი ქონდა თუნდაც ხელფასი რამდენი ქონდა თუნდაც პენსია საბიუჯეტო ორგანიზაციებში რამდენი იყო ხელფასი და დღეს რამდენი არის აი ეს არის შედარებითი ამიტომ მე ხა წამოვიღე რომ ეს ზერელად რო არ გვესაუბრა ჩვენ მარტივ ცხრილია ის მიხედვით ციფრებია ციფრები არ იტყუებიან ხო მარტივად შეიძლება და ეს ჩვენ გვენახა რა ტენდენცია არის საქართველოში კი მესმის რომ უფრო მეტი უნდა იყოს და ამაზე მუშაობს ერთია როდესაც გამოდიხარ და აგინებდა ლანძღავ ხელისუფლებას და ეს არის შენი ძირითადი საქმე და სხვა არაფერი მეორე როცა ხელისუფლებაში ხარ თუ სხვა პასუხისგებლობა გაქვს პასუხისგებლობა გაქვს ამ ხალხთან ხო ამ შენ ამომრჩევლთან ამათო შენ ამომრჩევლთან შენ მეზობელთან შენ მეგობართან ხო სხვა რაღაცაა შეკითხვას დაგისვამთ და ბატონ შოთა არ უნდა გალანძღოს არც ამან არ უნდა გალანძღოს სიტყვას ბატონ ჯასუხ ბატონ შოთა ოპოზიცია აქციებს მართავს, აი ცოტა ხნის წინაც ვახსენე, რომ ხელისუფლებას აქვს პრეტენზია, რომ ის თითოეული მოქალაქის ინტერესებს ითვალისწინებს. მივიდა ამ აქციაზე ოპოზიციის გვერდით დადგა რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი. რატომ რა მიიყვანა ამ ნაბიჯამდე საზოგადოების ნაწილი, თუმცა რამდენიმე ათასი ადამიანი პირველი ცხადია, რომ რაღაც ობიექტური მიზეზები ამისთვის არსებობს და რეფორმები, რომელიც ხორციელდება, არის ტკივნეული პროცესი, ამაზე არის ხალხი ნაწყენი და ეს არის ობიექტური პროცესი, ხელისუფლება რაზეა ნაწყენი კონკრეტულად შეგიძლიათ რეფორმებთან დაკავშირებით პრობლემები ყველა სახელმწიფოში რჩება, ყველა სახელმწიფოში არის. მეორე არის პროცესი რომელიც ამ სახელმწიფომ უამრავ ადამიანთან დადო საპროცესო გარიგება. ანუ ეს ხალხი რომელმაც ფული მოიტანა, რომელიც შემდეგ ჯარის მოხმარდა და იგივე პენსიებად დარიგდა და ასე შემდეგ. ეს ხალხი თავის ოჯახებიანად, ვინც დიდი ხნის განმავლობაში თანხებს შოულობდა, დღეს ვერ შოულობს თანხს. ის გაის თანამშრომლები, რომლებიც ქუჩაში იდგნენ, კეტებში და სპორტულებში და ხალხს ატყავებდნენ, დღეს უკმაყოფილოები არიან. თუმცა რა ხდება? ერთიც აუცილებლად უნდა ვთქვა, ერთის შეისა ის რომ ბოლო საბჭოთა პერიოდში ეს არ არის ჩემი მონაცემები, ამაზე უამრავი კონფერენცია ტარდებოდა, ბოლო საბჭოთა კავშირი მისული იყო იქამდე, რომ კრიმინალური ქურდული სამყარო ბიზნესი და პოლიტიკური ელიტა იყო პრაქტიკულად შერწყმული. არ არსებობდა საქართველოს მასშტაბით უბანი, ქალაქი და ასე შემდეგ, რომლის შესაბამისი ქურდი მოსკოვში არ მოღვაწეობდა. ეს იყო სტრუქტურა ჩამოყალიბებული და ეს აი ამ სახელმწიფომ დაიწყო ამ კრიმინალური ცნობიერების წინააღმდეგ ბრძოლა. და ეს კრიმინალური ცნობიერების ხალხი, აი ეს კრიმინალები დღეს რომელიც დააკავეს დაუშვათ, ცხადია რომ ამ ხელისუფლების მოსვლა ეს არის მათი კრახი და არ უნდათ იმ პრივილეგიების დათმობა. უნდათ იგივე რომ ხვდებოდნენ ტრაბზე ალტერნატივას რას თავაზობს ხელ ისინიც ხომ არიან მოქალაქეები ოპოზიციაში მილიონერი მე არ მინახიათ. ბატონ შოთა, ეს ადამიანები როგორ შენ არა გაქვს მილიონები, ისე არ მინახია მათთან მილიონი. ბატონ ჯანსუხ, მარტივ ორი მაგალითი ბატონ ჯანსუხისთვის გეტყვით. საქმისთან დაკავშირებით ნახეთ რა მოხდა, ეს იყო ხელოვნურად გაზრდილი თანხა. ეს იყო მარილთან დაკავშირებით ხელოვნურად გაზრდილი. ზეთთა კურს რაც შეეხება, ეს არის სოფლიო ბაზარზე გაზრდილი ფასი. პამპერსი რატო არ ლაპარაკობ? ნებისმიერ ჩემთვის სულ ერთია, გინდა პამპერსი ძალიან მოიმატა და ბატონ ჯანსუხ, შეგიძლიათ თუ რამე ეჩუგა, ცალსახად შეგიძლიათ ტელევიზიით თქვა და ამ პრობლემებზე ვისაუბროთ. არ მოხდეს სხვა საზოგადოების ორად გახლეჩას, ვითარების დაძაბვა. გამოსავალი რა არის? თქვენ ხართ საზოგადოების ერთადერთი გამოსავალია, რომ ესე იგი კატეგორიულად უარყო აი ეგ გამოსულმა კაცმა და თქვა არ შედგება ჩვენ შორის ისა რა ქვია საუბარი
არა, ესე არ ვთქვამს, რატომ ესე თქვა რა, არაფერს არ შეიძლება დიალოგი გეკნება პასუხის დიალოგი რაღაც იმათ რა იციან პირდაპირ აზია ლაპარაკი. ერთი პერიოდია უთხრეს რომ მობძანდითო და არ შედგა, ხო? ბატონო ჯანსო, თქვენ პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმდეს, ეს არის ანტიკონსტიტუციური მოთხოვნა, ამას აქვს თავისი კონსტიტუციური გზა, ამ გზას არა, მაგას არ ვამბობ, მაგას არ. ამ საკითხზე დიალოგი ვერ დაამთავრებენ, ვერ იქნება. ესე იგი, სხვა საკითხები არა, რო ილაპარაკებენ მე ხვდები მაგას მე არის თუ არა საჭირო პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის მსახური გამიგეთ რა კაცო რა სხვანაირად არაფერი არ გამოვა არ შეიძლება მაგალითად ვართ სუფრასთან მოყოლებული ზვიად გამსახურდიადან დღემდე და ვინმე გალანძღა ჩემი პრეზიდენტი მე არ მივემხრობი მაგრამ ოფიციალურად მე ვამბობ თუ ძმა ხარ ძალიან კარგი ერთი ძალიან კარგია მეორე ძალიან კარგია მესამეც ხალხს ნუ მოკლავ მშიერს და გქონდეს სიტყვის თავისუფლება რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას მე რო 72 წელს პოემა მაქვს დაწერილი ძლივს ამოდის თვარე სამოთხის ტყვია მიზანში მოსახვედრია თავისუფლება ისე არ მოდის თავისუფლება ლომთა ხვედრია მერე იგრიალე შენ ხო და ამითი შეიჭერი შევარდი მოგეწონა ეს მამუკას სიმღერა და ჩემი ლექსი ვინ იყო ეს ძლივს ამოდის თვარე სამოთხის ტყვია მიზანში მოსახვედრია ხო რუსეთზე ვლაპარაკობდი სხვაზე ხო არ ბატონჯანსო გამოსავალი და ეხლა რომ ვამბობთ არა იყო თავისუფლება სიტყვის ჩვენ არ გქონდა რა რაც თავი ყველაფერი გქონდა ხელფასები ის უბედური რაც გინდა რა არ გქონდა ისაც თავარია საქართველოს არ გქონდა დამოუკიდებლობა ვერ მეტყვის დღეს აღარაფერი არ გვაქვს პლუს არ გვაქვს დამოუკიდებლობა ეხლა შენი ჭირიმე შენ იქ შეზურები თუ ბუშთან შეზურები მე ეს არ ვიცი ბატონჯანსო არ ვიმხრობი მე ბუშს საერთოდ ვინ არის ხშირად საუბრობენ ეხლა ბატონჯანსო გექნება პასუხის გაცემის საშუალება როდესაც იყო 26 მაისსა და ბუშმა რაც სიტყვას თქვა საქართველოსთან მიმართებაში ასეთ სიტყვას ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ვერ იტყვის ანუ ის სახელმწიფო რუსეთისგან განსხვავებით საქართველოს აფასებს არა მარტო თავისი დღევანდელი მონაცემებიდან, არამედ წინარე მდგომარეობიდან გამომდინარე თავისი ისტორიით და ყველაფრით და ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი ხომ არ ყოფილა რუსი გაგარინი იყო პირველი პიროვნება კოსმოსის იმისი მოედან მის მოედან სახელი წაართვა და ბუში სახელი დაართვა ქუჩას მე არ ვემხრობი ძმო რა ხშირად ავლებენ პარალელს აი საუბრობენ ძალიან ბევრჯერ პრესაშიც წაიკითხავთ რომ რაღაცნაირად გავს თითქოს ერთი შეხედვით დღევანდელი მოვლენები 91-92 წლის მოვლენებს აი მოკლედ იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის დროთი ამოიწურა ფაქტობრივად ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ გითხრათ რა არის გამოსავალი და რომ არ განმეორდეს ის პროცესი. ერთი გამოსავალი ისაა, რომ მე ზვიად გამსახურდია ძალიან ახლოს ვიცნობდი, ძალიან ახლოს და დიდი ამაგიცა მაქვს, ყველა რომ ხელი მოაწერა მაგის გარიცხვაზე მწერალ კავშირში, მარტო მე არ მომწერია ხელი. თავდებში დაუდექი რა, შეიძლება როგორც პოლიტიკოს მე არ ვემხრობოდი, იმიტომ რომ თქვათ ნოდარ დუმბაძე არ მოსწონდა, ჭაბუ ამირეჯიბი არ მოსწონდა, გურამი მოსწონდა პეტრიაშვილი. ნუ მაგას თავის რაღაცები ქონდა, მაგრამ აი გვერდში რომ ბატონო პეტრიაშვილი რომ მოწონდა არა, მომისმენთ, ნუ ხასიათს გეუბნებით ჯერ და ესე იგი ინტელიგენცია შეიძლება ამ დროს გაგიდგას გვერდზე. მაგრამ ზვიადი მოყარული იყო, დიდად მოყარული თავისი სამშობლოში, მაგრამ გვერდზე იმდენი უბედური ხალხი ყავდა, რამდენის ჩვენს პრეზიდენტს დღეს აკავს გვერდით. და ასეთ პიროვნებები სულ რამეს გამოსავალი რა შეიძლება იყოს კიდე გეუბნებით გამოსავალი არის ერთადერთი რომ იცოდეს პრეზიდენტმა და მისმა ხალხმა დამონებულმა ხალხმა კი არა აი მომწონს ესენი ცოტა სხვანაირად ჩანან რა ვენაცვალე ჯიგარში ესე კი არა კაცო არამედ აი კაცი რომ მე ვარ მონა კი არა ვარ მე ვარ მე აი ეს არის ძალიან მთავარი რომ ხალხს გაუწიოს ანგარიში არაიგდოს ხალხი და რაც მთავარია კიდე გეუბნებით დაიწყოს იქედა რომ შეერი არ იყოს ადამიანები მაგრამ ოპოზიციამ და პოზიციამ რაც ქვია იმ უმრავლესობამ
თავისი სიტყვა უნდა თქვან. მე იმას კი არ გეუბნები, ჩაეხუტონ და შერიგდნენ. შენი აზრი გაქვს, შენი აზრი გაქვს, მაგრამ მორჩენ ლანძღვა გინება. ბატონ შოთა, მე ძალიან გთხოვთ მოკლედ ჩამოვაყალიბოთ იქნებ ჩვენი აზრი. რა არის გამოსავალი და რას გაკეთებს ამისთვის ხელისუფლება? ერთი და მარტივი შეიძლება სხვაც არის, მაგრამ ყველამ ვიცით არჩევნები როდის არის. ხო, როდესაც საუბრობთ კონსტიტუციურ ვადებში არჩევნებს, კონსტიტუციით განსაზღვრულია ვადები როდის არის. საუბარია მათთვის 4 თვით იქეთ, ესე რომ ვთქვათ, მოემზადონ არჩევნებისთვის და მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ თავაზობთ ყველაზე მარტივი რაც არის ამ შემთხვევაში, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება, თუ არ მოგწონს შენ და არის ადამიანებისაც არ მოწონს თქვენ სიტყვაზე ვამბობ, ხო, ჩვენი პოლიტიკას ჩვეულებრივ რაღაც არ შეიძლება ყველა მოწონდეს, ხო? მაშინ არჩევნებისთვის მოემზადონ, თუ ამ ხელიდან ნდობა აქვს საზოგადოებისგან, მიიღონ მონაწილეობა. ამას არჩევნები გადაწყვიტავს ყველაფერს, როგორ უნდა განვითარდეს. იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა, თუ იქნება საპრეზიდენტო რესპუბლიკა. კი ბატონ შოთა. რა არის გამოსავალი და არსებობს თუ არა საფრთხე საზოგადოების ორად გახლეჩის და როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა თუ სადმე არსებობს ამის საფრთხე? ესე იგი ყველა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს დიალოგი, აუცილებელია დიალოგი. ეს დიალოგი ოღონდ უნდა შეეხებოდეს იმ თემებს, რომელზეც შეიძლება წარმოებდეს დიალოგი და ეს არ არის პრეზიდენტის გარეშე საუბარი, ანტიკონსტიტუციურ გამოსვლაზე, ეს არ არის ვადებზე საუბარი, მათ თუ უნდათ არჩევნებზე კონტროლი ქონდეთ. არ არის პრობლემა ამისთან დაკავშირებით, ბარიერთან პრეზიდენტმა უკვე ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ის თუ წინა ხელისუფლებას თავისი ბიუჯეტი ჯიბით დაგქონდა და წინა სამხედრო მინისტრი ლაგატკით აპირებდა ჩამოგდებას თვითმფრინავებისას, ჩვენ დღეს უკვე გვყავს საკმაოდ შეიარაღებული, უმაღლესი დონის შეიარაღებული ფორმირებები, რომელიც გადმოფრენილ თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ და ამის საწინააღმდეგო სტრუქტურებიც აქვს, რომელიც საკმაოდ ძვირიჭდება. და ამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ის, რაც მათ აკლდებათ დღევანდელ დღეს, იხარჯება იმისთვის, რომ რეალურად ამ სახელმწიფოს კონდეს ყველანაირი შესაძლებლობა თავისი ტერიტორიული მთლიანობის. ძალიან დიდი მადლობა. ბატონები ვახტანგ ბალავაძე, შოთა მალაშხია, ჯანსუღ ჭაყუიანი იყვნენ ჩვენი სტუმრები. მე ჩემს სტუმრებს გადავხდი ძალიან დიდ მადლობას გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს სამწუხაროდ ოპოზიცია. მოდი რომ თავარზე შევთანხმდეთ. თუ აღარ არის უკვე. ძალიან მოკლედ თუ იტყვით მოვასწრებთ, თორემ შეიძლება გადაცემა გამოვიდეს. ვერასოდეს სიძულვილი ვერ გადაგვარჩენს. ეს არის კერტთაყვანისმცემლების საქმე, გადაჭარბებული სიძულვილი და გადაჭარბებული სიყვარული. შენ უნდა იყო პიროვნება, რომელიც ეკუთვნის შენს ქვეყანას. აბსოლუტურად გესახმები. ბატონი ჯანსუღ ჭარკვიანი, ვახტანგ ბალავაძე, შოთა მალაშხია, მე დავასრულებ ჩემს ასრს. დღეს ჩვენ არ ყავდა ოპოზიცია სტუმრად, მაგრამ მე მგონი ძალიან კარგი ფორმატი და საუბარი გამოვიდა. მომავალ ხუთშაბათ ამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. იცოცხლეთ.